გამარჯობათ. ეხლა მე მინდა განახოთ კარადა მოდულებიანი. ანუ ჩვენ გვაქვს კარადა ასე ვთქვათ, პეტლებიან კარებებზე და კარადა მოდულიან გასაგორებელ კარებებზე და თანაც ამ კარადას გასაგორებელ კარადაზე პრინციპში თქვენ შეგიძლიათ პეტლებიანი კარებებიც გამოიყენოთ და თან ამ კარადას შეუძლია და დაიყოს მოდულებად და როგორ ხდება ეს ახლა ჩვენ ამას ვნახავთ. აი შევდივართ დავაწყობთ აი კარადაზე, ვეუბნებით OK-ს, მე ვხსნით კარადას და აქ გვაქვს შკაფი რაზმიჟნი, ანუ შკაფი გასაგორებელი ასე რომ ვთქვათ. დავაწყობთ ამ კარადას და აი დავაწყობთ კიდევ აქ და გამოვიდა ესეთი მოდული. მოდი ახლა ეს მოდული ჩვენ მოვიყვანოთ რომასში. ეს სიგანე იყოს კი ბატონო 2000, სიმაღლე იყოს 2000, აუშვათ 800 და სიღრმე 650. მე ყოველთვის ვირჩევ სიღრმეს 650 და გასაგორებელი კარი შემთხვევაში თქვენც გირჩევთ რომ იყოს სიღრმე 650 და რატომ? იმიტომ რომ როდესაც თქვენ საზურგეს შეწევთ შიგნით და როცა ტანსაცმელი იყიდება, ხო? ოდნავ ტანსაცმელი თუ კი გარეთ გამოიწია, გასაგორებელი აი ეს კარებები მე აფუჭებს ამ ტანსაცმელს, ხეხავს, გაახუნებს ან რაღაც, თუ რაღაცას გაუკეთებს. ამიტომ მე ჩემი რჩევა არის რომ 650 ეს მინიმალური სიღრმე უნდა იყოს კარადის, რომ იყოს კომფორტული. კარგით, მოკლედ აი ესეთი მოდული გვაქვს ჩვენ ახლა კარადის. შევდივართ დივაიდერში. ვიღებთ აი ამ დივაიდერს, ჩამოვიდეთ აქ რომ დავაყენოთ, კი ბატონო იყოს 650. და ბატონო მე გავტიხროთ შუაზე. ესეც გავტიხროთ შუაზე. და გამოვიდეთ და მივიღეთ აი ესეთი მოდული. კონფიგურაცია ესეთი, მოდულებად ეს არ არის დაყოფილი, მაგრამ აი აქ დანიაში გვაქვს ჩვენ მოდული, რასაც ქვიან. შევიდეთ ამ მოდულში და ჩავთვოთ, უთხრათ, დავაწყაპუნოთ yes. და ნახეთ რა მოხდა. ჩვენი კარადა მაშინვე დაიყო მოდულებად. ეხლა რატომ გავაკეთეთ ჩვენ ეს მოდულებიანი კარადა, მაგასაც გეტყვით, იმიტომ რომ პრინციპში თქვენ შეგიძლიათ ადგილზე კარადა აწყოთ, ჯერ ქვედა მოდულები აწყოთ და მე იქ აწყოთ ზედა მოდულებით ცალ-ცალკე დაამონტაჟოთ ქვედა მოდულები და მე შემოდგა ძევიდან ეს ზედა მოდულები, იმიტომ რომ ზოგი ცდილობს რომ მასალის ეკონომიის მხრივ ვითომ რაღაცების არ ვიცი ბევრი რაღაც ისეთი რაღაცების ამბობენ ხოლმე რომ გასაკვირი ამბავია და ირთულებენ საქმეს ძალიან. ამიტომ ჯობია რომ დაიყოს მოდულებად რა თქმა უნდა და უფრო იოლია საწყობიც არის და უფრო დროშიც იგებს ადამიანი და არაფერს აღარ აზიანებს და არ აფუჭებს. კარგით, მოკლედ ეს ჩემი რჩევა, როგორც ასეთი, მაგრამ ეს მოდულებიანი კარადაც მაგის გამო გავაკეთეთ. ეხლა ამ მოდულებიან კარადაში ჩვენ რომ დავაწყაპუნოთ ესე, ხო, ამ დივაიდერს გამოიტანს ისევ ამ დივაიდერს და რაც არ უნდა დავყოთ ეს, ეხლა რომ გავყოთ თუნდაც აი ესე წამოვიღო და გავყო, ხო? მოდი ნახოთ რა მოხდება. კიდე მოდულებად გაყვავს. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ისევ შევიდეთ აქ ჩვენს დივაიდერში. ეს ჩვენი მოდული დავაბრუნოთ უკან. გავაუხმოთ. ამისთვის აქ არის ესეთი პრიამო, ესე იგი, ოთხკუთხა პლეისერი. დივაიდერი ესეც. ჩავშვათ ეს დივაიდერი პლეისერია აქ. და აი მივიღეთ ესეთი რამ, რომელიც ფაქტიურად ფერი შეიცვალა, მეტი არაფერი ჩვენმა კარადა. მე რომ დავაწყაპუნებთ აი ამ ცალკე ამ დეტალზე, მივიღეთ ცალკე მოდული დივაიდერი, რომელსაც ჩვენ აი ესე გავყოთ შუაზე. აი ნახეთ გაიყო უკვე შუაზე შიგნით, ისე რომ მოდულებად აღარ გაიყო, იმიტომ რომ ეს ცალკე დივაიდერი, ესე ცალკე არის, ესე ცალკე გახდა და ესე ცალკე, რა. რაც გნებავთ გააკეთეთ შიგნით.
აი ესე ცალკე გავყავით. კი ბატონო. შევედით აი აქაც, გამოვიძახეთ ეს ჩვენი და ესეც გავყავით ესე. კი ბატონო, მოდით ამას აქ ჩამოვიყვანე ესე, აქაც ამას ჩამოვიყვანე. აი ესე და გამოვალ აქედანაც. ამ ბატონო, მივიღეთ აი ესეთი რამ, ესე იგი ამასაც აი ესე გავაკეთებ. აქ ჩამოვიყვანე და ამას ვეთქვი რომ 200 მინდა მეთქი რომ იყოს და აქაც ჩამოვიყვანე და ამას ვეთქვი რომ 350 მინდა რომ იყოს. ალბათონო. ხო, აი მივიღე ასეთი კონფიგურაცია, რა თქმა უნდა ეს შუაზე აღარ არის გაყოფილი და ნუ ცალ-ცალკე მოდულები არის და შეგვიძლია ეს ცალ-ცალკე ავაწყოთ და დავდგა. ხო, ეხლა კიდე რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, რომ დავაწყობთ ამ კარადას ჩვენ და გვაქვს აქ ასეთი რამ, სლაიდერი. სისტემა სლაიდერს რო ჩავთავთ, ეუბნებით. Yes. ნახეთ რა გააკეთა ეს, დადგა ესეთ სისტემაზე. მაშინვე გასაგვარებელი კარებები დადგა ისე რომ თქვენ არაფერი არ გიწევთ, პროგრამამ უკვე იცის, ეს არის სალიჩეს გასაგვარებელი კარებები. რომ შევიდეთ აქ, ხო, სისტემა სლაიდერში აქ არის სალიჩე, ჩინეტო, ლუჩიდო. დაუშვათ სულ გადავთავთ ამას აი ლუჩიდოზე ნახეთ გადაერთვება ესეთ კონფიგურაციაზე რა. და მოდი ნახოთ. აი ნახეთ მულტიპლიკაცია ჩავთეთ და ნახეთ თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გადავიტანოთ სალიჩეზე. გადაერთო ჩვენი კარადა სალიჩეზე, მაგრამ გვინდა ფეხები, ხო? ეხლა ჩვენ გვაქვს L-ში, რა თქმა უნდა, ნოშკი, ფეხები, ვეუბნებით yes და აი დადგა ფეხებზე. ნუ მართალია ეს ფეხები არ არის კარგი ამ კარადისთვის, მაგრამ აქ გვაქვს ჩვენ ვარიანტები ფეხების და მე გირჩევთ აი ეს ფეხი იქნას არჩეული, ეს არის იტალიანა ფერამენტას ან აი ამდაგვარი ფეხები, რომელიც რეგულირებადი ფეხები არის. ან აი ესეთი, ან ესეთი, მაგრამ ამას არც ერთი ფეხი არ ჯობია. ნუ თუ ესეთი მაგის მაგვარი ფეხები იქნება, კარგი არის. რატომ? იმიტომ რომ ეხლა კიდევაც რომ შევიდეთ ფეხში ნახავთ რომ ამას აქ ესეთი პატარა კბილი, ნახეთ აი ამ ადგილას კბილი აქვს, ეს კბილი შედის ასე ვთქვათ კარადის გვერდში და როდესაც თქვენ ამ ფეხს ესე იგი შისტიგრამი კლუჩის გასაგების მეშვეობით ატრიალებთ, ხო? ესე იგი და გინდათ რომ აწიოთ ზევით, გვერდიც იწევა ზევით ერთდროულად და ეს ძირიც. ისე რომ ეს ფეხი აერთიანებს ორივეს ერთმანეთთან, გვერდსაც და ძირსაც. და რომ მარტო ძირის რომ მიაწვეთ, შეიძლება მოტყდეს ეს ადგილი, დაზიანდეს, იმიტომ რომ კარადა მძიმე არის და მაგიტო არის ეს ფეხი მოგონილი, რომ ის კბილი რო შედის ამ გვერდში, ამ გვერდსაც გიწევთ ზევით. ასე რომ ეხლა ეს ფეხები რისთვის არის საჭირო? მოდი ჯერ ჩვენ ზუსტად დავაყენოთ ეს ფეხები, რამდენი საჭირო არის. ეს არის კალიჩესტვა ნოჟიკა, ეს არის ესე იგი რაოდენობა ფეხების, დავაყენე და აგერ მივიღეთ რაოდენობა ფეხების 6 ცალი ერთ მოდულზე, 6 ცალი მეორე მოდულზე. და ეხლა რა მინდა გითხრათ, როდესაც თქვენ აყენებთ გასაგვარებელიან კარებიან კარადას, ხო? და ეხლა აქ 1 მეტრა თითო კარების სიგრძე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მეტრა 20-იც იყოს და მეტრა 30-იც და შეიძლება მეტრა ნახევარიც, ეგ დამოკიდებულია ნუ კლიენტზე.
თუ თქვენ აი ეს მოდულები არ გაასწორეთ ზუსტად ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, ანუ სამ მიმართულებაში, სამ სიბრტყეში სწორად თუ არ იქნა გასწორებული თარაზოების და ასე ვთქვათ დახმარებით და ლაზერის დახმარებით, უფრო ალბათ აი თარაზოს დახმარებით უნდა გასწორდეს, რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ ვერტიკალურადაც, ჰორიზონტალურადაც, როგორც ჯირზე დააყენოთ, ისე ყარადის გვერდზეც დააყენოთ თარაზო და გაასწოროთ მაგითი. და ზურგზეც დააყენოთ და გაასწოროთ მაგითი. ეხლა რატო? იმიტომ რომ როგორც კი პატარა დახლა ექნება კარადას, მაშინ ეს კარები გაიქცევა და გაღების დროს ან გაიქცევა და იქით მეორე მხარეს დაეჯახება, ან ძნელი გასაღები იქნება და მეორე მხარეს რო გააღებთ, ის გამოიქცევა აქეთ და დაეჯახება აქეთ. ნუ არ აქვს მნიშვნელობა, რა ან ერთი კარები შეექნება მოძრაობა ცუდი, ან მეორე კარებს. ამიტომ ის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ზუსტად ყველა მოდული ჰორიზონტალურად გასწორებული. და ამიტომაც არის მოგონილი ეს ფეხები და თანაც თქვენ როდესაც მოდულებს ამონტაჟებთ, ხო? და მოდულებს დაამონტაჟებთ, რა თქმა უნდა, უფრო იოლი გასასწორებელი იქნება, მერე დაამაგრებთ ზევიდან ზედა მოდულებს და მერე დაკიდებთ კარებებს. ანუ ესე თანმიმდევრობა უნდა იყოს. მოკლედ ეს რაც მინდოდა მენახვებინა ეხლა პრინციპში აქ შევართ ჩვენ კარადაში, კაფე ასპაშნიაში, აქ აქვს პლეისერები. აქ შეგიძლიათ ნებისმიერი პლეისერი გამოიყენოთ, თარო, ერთიანი, მრავალიანი, უჯრები, ერთუჯრიანი, ანუ ნებისმიერი პლეისერი შეგიძლიათ წაიღოთ და ჩასვათ, აი მაგალითად, თუნდაც რო ავიღოთ აი ეს, ხო? აი ჩავსვით თაროები. ნუ ეს განახეთ რომ შესაძლებელია ეს ყველაფერი. პრობლემა არაა, უჯრებით შეგიძლიათ აგერ ერთუჯრიანი ან მინდა სამუჯრიანი, მოდით ერთუჯრიანი წავიღოთ, ჩავსვათ აი აქ. აი ესე. ჩაჟდა აქ. ნუ მერე მაგას უჯრებთ, თქვენ გაასწორებთ. ამ სიგრძეც გინდათ, როგორც გინდათ, საზურგეს ჩასვავთ და ასე შემდეგ. მოდი, კი ბატონო. ნუ მე მგონი ყველაფერი გასაგები არის, ეხლა არ დავიწყებ ვიდეოს გაგრძელებას, იმიტომ რომ რაც იცით და რაც სხვა ვიდეოებში შეგიძლიათ ნახოთ, იმას ხელმეორედ აღარ აზრი არ აქვს აქ რო გაჩვენოთ. აი ეს იყო ჩვენი მოდულებიანი კარა და დანარჩენი, ესე იგი, რომ დააწყაპუნებთ აქ სლაიდერში რო შევხვალთ, ნახავთ აი პოზიცია მაგალითად შეგიძლიათ აი დააწყაპუნოთ ამას და გადაიტანა ანუ გაღების პირიქით მიმართულება. ან ესეთი ვარიანტი ნახეთ, კარები გააქრო და მარტო ერთი ცალი კარი რო იყოს. თუ გინდათ ესეთი, ნუ აი ამეებს აქ რაც არის, აბსოლუტურად შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ და რა დროს რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება, ეგ თქვენ თვითონ შეხედოთ რა ოფციები არის აქ და რაში გამოიყენებთ მე ამას ყველაფერს თქვენ თვითონ გადაწყვეტოთ. ამით პრინციპში ვამთავრებ ამ ვიდეოს და მინდა გითხრათ დიდი მადლობა და ნახვამდის.